ვიწყებთ ისტორიაზე გადაცემების ციკლს მოგზაურობა წარსულში, რომელსაც გაუძღვება ისტორიკოსი გუბას სანიკიძე. დავიწყოთ. ჩვენ ძალიან ბევრ რამეს მითოლოგიურს ვიტყვით, ძალიან ბევრს ისტორიულ მოვლენას, რომელიც დაუდასტურებელს, მაგრამ ბევრსაც ვიტყვით, რომელიც დადასტურებელს. დღევანდელი ჩვენი საუბარი მიეძღვნება ებრაული ერისა და არაბების კონფლიქტის ფესვებს დასაწყისიდან დღემდე. აბრაამი ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არის პირველი დისიდენტი სამყაროს ისტორიაში. ყველაზე ძველ სახელს ებრაელებს ეძახის ურიას. აი ეს კონფლიქტი აქედან იწყება. ისმაილი და ისააკი. დღესაც გრძელდება გიორგიეს და ჩვენ შეგვიძლია დაუშვათ, რომ პალესტინელი არაბები ვახსენოთ, მაგრამ პალესტინელები არაბები არ არიან. სხვათაშორის ტროას ომი ითვლება, რომ ერთ-ერთი ეპიზოდია ზღვის ხალხების გადმოსახლება. და უპირისპირდებიან ებრაელებს. დაუნდობელი ომები იწყება ებრაელების 12 ომსა და ფილისტიმელებს შორის და ეს დავითის ეპოპეა და გოლიათი და ამდენი. სოლომონის ტაძრის დაქცევა ბაბილონელებს არ აპატიეს ებრაელებმა და გაუღეს სპარსელებს კარი. ბაბილონი აიღო და დაანგრია იმპერიამ აქემენიდური სპარსელი ამოიღა. ისმის კითხვა ეკითხებიან ებრაელებს, ვინ ხართ თქვენ? დავით ბენ-გურიონმა გამოაცხადა ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და როგორც კი გამოაცხადა, რამოდენიმე საათში დაესხა არაბული ქვეყნების კოალიცია ისრაელის თავს. აბსოლუტურად მოულოდნელი დახმარება საიდან? იოსებ სტალინი. სუეცის კრიზისი ითვლება ბრიტანეთის და საფრანგეთის კოლონიალური იმპერიების დასასრულად. ეს არის შეურიგებელი ორი ძალა და მოდის ოჯახიდან ისმაილის და ისააკის. შეიძლება ძმები შერიგდნენ, მაგრამ არ ვიცი მომავალში რა იქნება.